მოგესალმებით ტენის ჯუოს არხზე. დღეს ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ჩელენჯი და ჩვენი სტუმარი იქნება ერეკლე კიროვალიძე, მომავალი პროფესიონალი ჩოგურთელი და ჩვენი ქართული იმედი. როგორ ხარ ერეკლე? კარგად, მადლობა. მოდი თან ელა ვიაროთ. კორტებისკენ გადავიდეთ და თან რაღაცა შენი თავი გაგვაცანე. აბა მოგვიყევი შენზე. რამდენი წლის ხარ, რამდენი ხანია რაც ჩოგურთს თამაშობ? მე ვარ 10 წლის და დავიწყე 6 წლის ჩოგურთს თამაში. სად ვარჯიშობ ხოლმე? მზიურის კორტებზე ვარჯიშობ. მწვრთნელი? თათია მიქაძე. თათია მიქაძე, ვიცნობ თათიას, რავი, ბევრი კარგი ბავშვი გაუძლია და იმედია რომ შენს ხელს შეკიწყოს ამ ყველაფერში. აბა გითხარი როგორ ხედავ შენ თავ ჩოგბურთში, რა მოგწონს, რამდენად რთული არის? მენტალურად არის რთული ჩოგბურთი. აბა გითხარი ჩოგბურთში რა არის შენი ძლიერი მხარე, რა გიჭირს? ჩემი ძლიერი მხარე არის ფორჰენდი. სირთულეები? სმეში არ მიყვარს სმეში. და თვითონ თუ მოგწონს თამაში, ვარჯიში, აი რამდენად ჩართული ხარ ამ ყველაფერში? კი, მომწონს და ვცდილობ რომ უფრო და უფრო წინ წავიდე ყველა ვარჯიშში. რა თქმა უნდა. ესეთი ჩოგბურთელი ხავს, რომელიც ძალიან მოგწონს, ან ხშირად უყურებ ხოლმე? კი, ნოვაკ ჯოკოვიჩი არის ჩემი საყვარელი ჩოგბურთელი. ხო, აპირებს ლევების რეკორდი რომ მოუხსნა? კი. ჯიგარი ხარ, ჯიგარი. ტურნირებზე თუ დადიხარ, ან საქართველოში რა სიტუაცია არის შენი ასაკის ბავშვებში? კი, მე ტურნირებზე დავდივარ და ხშირად გავდივარ საპრიზოზე, ან ვიგებ ხოლმე ტურნირებს. კარგია, საერთაშორისო ტურნირებსაც გულისხმობ და შიდა ქართულად? საერთაშორისო ტურნირებზე ცოტა იშვიათად დავდივარ, მაგრამ კარგ ფიგურებს ვწვევ. კარგი. დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით რა სიტყვით გვექნება 1 სეტი 6-მდე და უნდა გეთამაშო მე. რას ფიქრობ, აბა? როგორი შანსები გაქვს? კაი მატჩი იქნება. კაი მატჩი იქნება. მეც მასე მგონია რომ კაი მატჩი უნდა იყოს რა. მე მოსაგებად ვარ მოსული. შენც ხომ ასე გამოდიხარ ყველა თამაშის მოსაგებად. ხა თამაში გვექნება შესაძლებები რო იქნება გეიმებს შორის. მან შევდივარ ჩვენი მთავარი სამოქმედო დაგეთმები. ხო. არები დაგეტილი გახვდა, მეგობრებო, როგორც ნახეთ, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი გვაქვს სპორტებზე შევიდეთ. ჩვენ ეგეთი მსგავსი რაღაცები არ შეგვაჩერებს არც ერთ ვარიანტში. ოპა. აბა მოდი, ჩვენ თავარ არენაზე შევიდეთ. აქ უნდა მოხდეს დიდი ამბები. დღეს ვითამაშებთ 1 სეტს 6-მდე, ჩვეულებრივად მეტნაკლებობებით. კედებზე ვიცვლებით, ნუ ყველგან წეს ვიცავთ მოკლედ რა. მოდი ახლა მე დავატრიალებ და შენ მითხარი სწორი გინდა თუ არა, სწორი გულწრფელი ტრადიციული კეჭის. სწორი მინდა. აბა? მიიღებ, შო. მაშინ მე მხარეს ავრჩევ, დავრჩები იდეაში ამ მხარეს და მოდი ერთი დამატებითი პატარა ინტერესი თუ წინააღმდეგი არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენს საიტზე ტრადიციული ჩელენჯი არის, ჩელენჯის მერე წაგებული მხარე აკეთებს 10 აზიდვას. ხო იცი აზიდვა რომელი არის ეს? შო, მოსულა. აბა. ეხლა ერეკლე შენთან მაქვს ერთი კითხვა, უნდა შუმად ვთქვათ, იმიტომ რომ უტამ არ მინდა გაიგოს. დაახლოებით რა ტაქტიკა გაქვს და რას ფიქრობ, მისი სიძლიერე, რაღაც სუსტი მხარეები, რამე რა არის, აბა რას ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ უნდა გავუნაწილო, უნდა ვარდენინო ისე ვითამაშო. ოჩა, სწორი ხარ. შენი აზრით, ფორჰენდი უფრო ძლიერი აქვს ბექენდი თუ აი მაგ ხრივ? ჩემი აზრით ფორჰენდი უფრო კარგი აქვს. კარგი, ანუ ბექზე ურტყავ. ხო. კაი, წარმატებები, აბა. თავიდან გახურებით დავიწყეთ, როგორც ხდება ხოლმე. მე არ ვარ დიდად მოყვარული გახურებების, თუმცა ერეკლეს ხათრით მხარე აუპი ამ ყველაფერს. ჩემი მოწოდება იყო წამივიდა. არ არის იშვიათი შემთხვევა, რომ პირველ გეიმებში მიმდის ხოლმე მოწოდება პირველები და თუ მიმდის როგორც წესი ვიგებ. არ იყო მიჩვეული ერეკლე მსგავსი ჩქარეებს და შესაბამისად გაუჭირდა მიღებები. თან მერე ფორჰენდიც ნაომირვიდა და მარტივად ავიღე პირველი გეიმი. ერეკლეს მოწოდებებს რაც შეეხება არც მე არ ვიყავი მიჩვეული მსგავს მოწოდებას, იმიტომ რომ რაღაცნაირად მოჭრილ და დაბაჟატში მოდიოდა ბურთი. თუმცა რასაც ვაბრუნებდი, საკმაოდ ძლიერ ვაბრუნებდი და რაღაც დისკომფორტი შეუქმენი ყოველ შემთხვევაში თავიდან სანამ მქონდა ენერგია და არ დავიღლებოდი. ეს იყო პირველი დამოკლებული დარტყმა, რასაც მე შემდეგში უფრო ხშირად მიმართავს ერეკლე და ჩემს წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია. ეს დარტყმა შეიძლება ითქვას. ერეკლემ რაღაცნაირად თავიდან თავდაპირველი ტაქტიკა ალბათ შეინარჩუნა და განაწილებებით მოიგო ეს გეიმი საკმაოდ ადვილად, იმიტომ რომ
პრინციპში შანსი არც მქონია რა რაღაცნაირად გათამაშებებში აშკარა უპირატესობის სარგებლობდა. საკმაოდ ახლოს ვარდებოდა ბურთი მოწოდების შემდეგ, მაგრამ შეტევას მაინც ვერ ვახერხებდი და ჩვეული შეცდომების გამო ეს გეიმი დავთმე. ჩემი გეიმი დავიწყე ჩვეული უნებლიე შეცდომით, ფონს გავარტყი, ფორჰენდი და ერეკლემაც რაღაცნაირად დაბრუნებები დაიწყო მოწოდებების მაღალ წერტილში მიბრუნება პრინციპში და ამ გეიმში ჩემი შეცდომების გამო ძირითადად დაუბრეიქდი და წაიყვანა 2-1 ერეკლე ანგარიში. შემდეგშიც კი ვაბრუნებდი ერეკლეს მოწოდებებს და რაღაცნაირად ვცდილობდი რომ ეს გამენაწილებინა, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოდიოდა რომ ჩემი შეცდომით მაინც ერეკლე იღებდა ქულებს და ვერ ვახერხებდი ამ ჩემი თითქოს და უპირატესობის შედეგში გარდატანას. ეს კარგი ქულა ჩავაგდე, სხვებთანაც ვინერსი იქნებოდა სავარაუდოდ. თუმცა ერთეული ქულები არ არის საკმარისი და ისევ დამოკლებული და ისევ ჩემი უნებლიე შეცდომა. 3-2-ია, შესვენება გვაქვს, ბრეიკით ხარ წინ. რა ხარს ვიგდებ, მეტი რა გავაკეთო, ვცდილობ. აბა მითხარი, შენ როგორ ფიქრობ, როგორ მიდის თამაში? კარგად. რა გიჭირს შედარებით, აი შეიძლება თუ გიჭირს რამე საერთოდ. ჩემ თამაში, ან ჩემი თამაშიდან რას გამოვარჩევდი? კი, მოწოდება აი ვერ ვიღებ ძალიან მიწისა. ხო, ეგ იმიტომ რომ ალბათ ჯერ მიუჩვეველი ხარ სწრაფ მოწოდებებზე და თან სიმაღლეც რაღაცნაირად აღარ ყოფნის, მაგრამ ყველაფერი დახვეწადია, ხო ვიცი, ახლა ამას უნდა მიეჩვევი და ნუ აუცილებლად ამ ელემენტსაც გავაუმჯობესებ. მე გამოვყოფდი იმას, რომ თუ აბრუნებ ჩემს მოწოდებას და მაღალი ბრუნდით მიბრუნებ, ანუ ბურთი მიბრუნდება ოდნავ ღრმად და მაღალ წერტილში, მე ჩემი მსხვერპლი უკვე ძალიან მიჭირს გათამაშებაში დაბრუნება, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ გათამაშებაში უპირატესობა გაქვს რა. ბურთსაც მინაწილებ და მე მიწევს სირბილი პრინციპში რა. შეიძლება ესე ითქვას. სხვა კიდე რას ფიქრობ, აბა, ანუ ზოგადად სიცხეში თამაში მოგწონს, რამე სხვა არ გიშლება. სიგრილეში მიჩვენია. ჯიგარი. შენ ჩოგანზე რას გვეტყვი, აბა ერთი აგვიხსენი, რომელი ჩოგნით თამაშობ და რატო არჩიებ? ბაბუატის აეროთ. რატო შეარჩიე ეს ჩოგანი, აი რა უპირატესობები აქვს? მომწონს რას. ან მეტი სპინი აქვს თუ მეტი ძალა აქვს? ჩოგანზე არ, მაგრამ აი სტრუნებზე, აი ეს ამ სტრუნებს მეტი სპინია. სპინისთვისა წითელი და ყვითელი არის სპინი. ხო, ფერიც უკეთესი. გავაგრძელოთ? კი. შესვენების შემდეგ ერეკლე მარტივად მოიგო თავისი გეიმი და თითქოს მეც დასვენებული ვიყავი და რაღაცნაირად დამაჯერებლად უნდა გამეგრძელებინა ჩემი გეიმები. თუმცა ხორმაგე შეცდომა, მე კვლავ რამდენიმე ანფორსტი და გეიმიც 0-40-ის მერე ისევ ორმაგე შეცდომით დავასრულე და მარტივად თითქოს მოულოდნელად ანგარიში 5-2-ს გახდა. ერეკლე სეტის დახურვაზე გამოვიდა და რა ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დამაჯერებლადაც დაიწყო გეიმი, თუმცა მეც ვცდილობდი, რომ იქნებ რაღაცნაირად თამაში დაუბრუნებულიყავი და ამ ქულაზეც მეტყობა, რომ თავრბი ვარ და არ ვაკლებ მონდომებას. აქ სმეშს მაზავს ერეკლე თავიდანვე აღნიშნა, რომ სმეში მისი ერთ-ერთი სუსტი მხარე იყო და აქ გავუვლინდა ეგ ყველაფერი, თუმცა არ მიშველა ამ ყველაფერმა საბოლოოდ, იმიტომ რომ ერეკლე მაინც მოახერხა თამაში დაბრუნება და გათამაშებების ხარჯზე და დამოკლებულების ხარჯზე დამღალა. და უკვე ენერგია აღარ მქონდა სირბილის და ვეღარც ვახერხებდი ვერც ბადის გადაკეტვას და ვერც ბეისლაინზე სირბილს, ნუ შესაბამისად მოახერხა ერეკლემ და აი ისევ დამოკლებულით საბოლოო უპირატესობა მოიპოვა და მატჩიც ანგარიშით 6-2 დახულა და ამჯერად გაიმარჯვა. იგარი. ნუ თვალი დამთავრდა, ჩემთვის სამწუხაროდ და მოულოდნელად შეიძლება ითქვას, 3-2-ის მერე არც ერთი გეიმი არ მომაგებინა. რა შეიცვალა ერეკლე? რამე დამიმოღამე თუ რა მოხდა, რა შეასახე? თქვენ დაიღალეთ. მე კიდევ უფრო კარგია. ხო, მართალი ხარ, მართალი. დამოკლებულები დავიწყო, სხვათა შორის აქამდე არ იყენებდა, ეთქვა მაინც ასახსემდა პატივს და ბოლოს უკვე იმდენჯერ დაიმოკლა ბურთი, რომ აი მართლა გამჭირდა და ძალიან დავიღალე რა.
შემდეგში რა გასწავლა ამ თამაშმა, რომ გამოცდილების შედეგად რაღაცა ახლა უფრო კარგად მიიღება. ხო აი ოდნავ უკან რო გაიწიო მაგალითად, ხო ოდნავ უკიდან მიიღო. და აწეული ბურთები, ხო ან ჩემთან რასაც იყენებდი, პულს მაღლა მიწევდა, უკან მიბრუნებდა ბეისლაინზე და მე მიჭირდა მე გათამაშებაში დაბრუნება. ხო? ოიდეიზა. ალბათ წარმატებები ერეკლე, დიდი მადლობა და მომავალ წელს ხო ალბათ იგივე დროს უკვე შენ ბევრად კაი მოთამაშე იქნები, მე შეიძლება რაღაცები ვისაუბრო და ისევ შევხვდებით, ხო? ალბათ წარმატებებს უსურვებთ ერეკლეს. წავიდა. ოპა! 1 2 3 4 5 6 7 საკმარისი. მე მიჭირს ზოგადად და ბოლოს დავიმუღამაკეთე, რა შეიძლება თავის თავად გამოვიდა რა. ახლა აწევა რო დაიწყე ბურთები შედარებით რა. აქედან ხო ვაფშე დავყოლი არის რაღაცა წელში ბურთი, მაგრამ ფორჰენდიდანაც გათამაშებაში რო ვარ, გათამაშებაში არჩევი მე მიჭირს, იმიტომ რომ სწრაფად დასრულებას ვცდილობ თამაშის. რა მე რო ვიღლები მაკოჩი და მაგას რო უკვე ფორსირებას ვაკეთებ, მანდა ფორსტები კაროჩი. ეხლა ჩემთან ერთად არის ერეკლეს მამა, ლევანი, გამარჯობა ლევან. გამარჯობა. ძალიან საინტერესოა, როგორც მშობლის გადმოსახედიდან, როგორც ვიცი აქტიურად ხარ ჩართული. რა ხდება, როგორ შეაფასებდი ერეკლეს? მშობლის გადმოსახედიდან ძალიან რთული სპორტია, ზოგადად ჩოგბურთი. მშობლის ჩართულობის გარეშე კიდე მგონია რომ არ არსებობს რა, ვერ მიაღწევს მიზანს, რა მიზნებიც აქვს ზოგადად ბავშვებზე, ყველა მაქსიმალისტი არის, ყველას უნდა რომ რაღაც პირველი იყოს. ზოგადად ეხა ერეკლეზე, ერეკლე ძალიან მონდომებული არის, უნდა რომ რაღაც წარმატებას მიაღწიოს და დიდ ასპარეზზე გავიდეს. და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რა, იმისთვის რომ გადავდეთ რაღაცა ჩვენი პირადი საქმეც, ყველაფერი რომ რაღაცა ჩავერთეთ, რომ ერეკლეს გვერდში დაუდგეთ. მშობლის გარდა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორი მენტორი ყავდეს და სწორი მენტორი აირჩიოს თავიდანვე თუ აპირებთ რომ პროფესიულ დონეზე ითამაშოს ბავშვმა. საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც გვაკლია არის ბევრი ტურნირი. ბავშვები თამაშობენ წელიწადში 3-4 ტურნირს, რაც ამ სპორტისთვის საერთოდ არაფერი არ არის და არაფერს არ აძლევს. აქედან გამომდინარე გვიწევს ქვეყნის გარეთ გასვლა და იქ თამაში, რაც ძალიან რთულია და ძალიან დიდ ფინანსებს მოითხოვს რა. აქედან გამომდინარე გვჭირდება ძალიან ბევრი რაღაც ბიზნესის ჩართულობა იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი რომ ბავშვებში ჩაერთოს და ბავშვების ტურნირები გავზარდოთ და მგონია რომ შესაძლებელი არის და გვყავს ისეთი ბავშვები და არის იმხელა პოტენციალი საქართველოში, რომ დიდი ჩოგბურთელები გაიზარდონ. ძალიან დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ, მართლა ძალიან სერიოზულ და კარგ სპორტს შეეჭიდეთ, ესე ვთქვათ, მთელი ოჯახი ბავშვთან ერთად. ეს რა წარმატებები და მადლობა დიდი თქვენს წარმატებები, ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ ქართული ჩოგბურთისთვის. თქვენი ასოციაციაც ბევრ კაი საქმეს გააკეთებს ჩოგბურთის განვითარებაში და თქვენს წარმატებებს გისურვებთ და ძალიან დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. მადლობა თქვენ. დღევანდელი ეპიზოდი ამით დასრულებულია. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავს მიმართულებას და ძალიან გვინდა რომ ბავშვების მიმართულებით ხელი შეუწყოთ მათ განვითარებას, ნობადობას. შემდეგ ჯერზე შეიძლება მოწინააღმდეგე მოყვარული ჩოგბურთელი შევცვალოთ, იმიტომ რომ რასაც ვატყობ დიდად ვერა ვარ კონკურენტუნარიანი, თუ მეტეს ერეკლე შეგვირდა რომ მომავალ წელსაც იქნება ჩვენი სტუმარი და ვფიქრობ რომ მომავალ წელს ერეკლე უფრო მაგარი ჩოგბურთელი იქნება. ჩვენ გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე და ძალიან გაგვხარდება თუ გამოიწერთ ჩვენს არხს. დროებით. მადლობა.